დაიჩქებეს უფსკულის დიდმა წყაროებმა და გაიხსნენ ცის სარკმელნი და იყო წვიმა მიწაზე 40 დღე და 40 ღამე. ეს არის ყველასთვის ცნობილი ამონარიდი ბიბლიიდან მსოფლიო წარღვნის შესახებ. რა ვიცით ჩვენ თავად წარღვნაზე და იყო თუ არა ის რეალურად. დედამიწაზე არ არსებობს ერი თუ ტომი, რომელსაც არ აქვს ან მოგონება, ან გადმოცემა, ან რელიგიური ტრაქტატი, ან თუნდაც მითოლოგიური გადმოცემა, სადაც არ არის ნახსენები წარღვნა ან ამდაგვარი მოვლენა. ყველა გადმოცემაში თუ მითში აუცილებლად ხაზგასმულია კონტექსტი, რომლის მიხედვითაც ღმერთმა დასაჯა ადამიანები. ეს გადმოცემები გვხვდება აზიის, ევროპის, აფრიკის, მეზოამერიკის და თვით ავსტრალიის თუ ოკეანეთის კუნძულების ხალხებში. როგორც მოგეხსენებათ, ეს ხალხი მუდამ ერთი მეორესგან საკმაოდ მოშორებულად ცხოვრობდნენ. თუ კი წარღვნა გლობალური პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა არ იქნებოდა, მაშინ ეს ყველას ემახსოვრებოდა. იქნებოდა რომელიმე კონკრეტული ადგილის, ერის თუ ხალხის კულტურის ნაწილი. ფაქტია, რომ წარღვნაზე საუბრობს მთელი პლანეტის მოსახლეობა უძველესი წარსულიდან. ამ მითების განხილვისას შესაძლებელია გადმოცემული წარღვნის ამბების გარკვეული კლასიფიცირება, მომხდარის დროის და მასშტაბების გათვალისწინებით. არის ისეთი გადმოცემები, სადაც წარღვნის მასშტაბები აღწერილია როგორც დიდი კატასტროფული მოვლენა, რასაც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გადაურჩა. და არის ისეთები, სადაც უბრალოდ დიდი წყალდიდობა ან ცუნამია მოხსენიებული როგორც წარღვნა. ეს ეხება იმ ტომს ან ერს, რომელიც ოკეანესთან, ზღვებთან ან დიდ მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, ამ მოვლენების აღწერი თარიღები განსხვავებულია. ამ ფილმში განვიხილავთ ორ სხვადასხვა ეპოქაში მომხდარ კატასტროფას, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ადამიანის მეხსიერებაში თავისი დამანგრეველი შედეგებით, რომელიც აღწერილია როგორც ბიბლიაში, ისე ინდუიზმშიც, ჩინურ და ბერძნულ მითოლოგიებშიც. აღსანიშნავია, რომ ყველაზე უძველესი მოგონებები, რაც წერილობითი ფორმით შემორჩა, არის შუმერული გილგამეშის ეპოსი. მომხდარის აღმწერი თარიღები განსხვავებულია ამ შემთხვევებშიც. კერძოდ, თუ კი ბიბლიური და შუმერული გადმოცემები ემთხვევიან ერთი მეორეს და დაახლოებით 7000 წლის წინანდელ პერიოდს აღწერენ, ბერძნული გადმოცემებიდან თუნდაც პლატონი თავის დიალოგებში კრიტიასი და თიმეოსი ამ წარღვნას მოიხსენიებს როგორც მოვლენას, რომელიც მოხდა მის დაბადებამდე 9000 წლით ადრე, რაც თანამედროვე ეპოქის გათვალისწინებით 12000 წლის წინანდელი პერიოდი გამოდის. ოფიციალური ისტორიოგრაფიული მეცნიერება წარღვნას როგორც მოვლენად არ აღიარებს, თუმცა როგორც ითქმება, უცოცხლოდ კვამლი არ ჩნდება. ვერ შეიქმნებოდა ამდენ ერთი მეორესთან დიდი მანძილით დაშორებულ ერებში ერთი და იგივე კონტექსტის მქონე მოვლენაზე გადმოცემა, თუ კი რაღაც ასეთი არ მოხდა სინამდვილეში. თუ სხვა დარგის კვლევებს ჩავეძიებით, მაგალითად გეოლოგიურს, აღმოვაჩენთ კიდეც ნახსენებ ცეცხლის კვალს. როგორც ყველასთვის ცნობილია, ბოლო გამყინვარების ეპოქა დასრულდა დაახლოებით 12000 წლის წინ. თანაც ეს მოხდა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში. იმავე გეოლოგების გადმოცემით, გამყინვარების ეპოქაში ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში კილომეტრობით ცისქის თოვლის და ყინულის საფარი იყო. გამყინვარების ეპოქის დასრულება კი სწორედ მაგ ყინულის საფარის დნობას ნიშნავს. მოდით მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრულად, ანუ განვიხილოთ რა არის გამყინვარება დედამიწისთვის. წარმოიდგინეთ დღეს ჩვენთვის ნაცნობ ჩაულ გარემოში დედამიწაზე მუშაობს სტანდარტული წყლის ციკლი, რომლის მიხედვითაც მზის გავლენით წყალი თბილ რეგიონებში ორთქლდება. იქნება ეს მდინარე, ტბა, ზღვა თუ ოკეანე. ორთქლი ღრუბლის სახით მიემართება სხვადასხვა რეგიონებისკენ და კლიმატური ზონის მიხედვით მოდის როგორც ნალექი, წვიმის ან თოვლის სახით. იგივე თოვლიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ თხევად ფორმას იღებს და უბრუნდება აღწერილ წყალსატევებს. გამყინვარების დროს დაირღვა სწორედ ეს წყლის ციკლი, ანუ ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებზე თოვლის სახით მოსული წყალი აღარ დადნა და წყალსატევებს აღარ დაუბრუნდა. დარჩა ხმელეთზე. დროთა განმავლობაში ეს ფენა რამდენიმე კილომეტრამდე სისქის გახდა ზოგიერთ ადგილზე. ამ პერიოდში მოხდა მთელი პლანეტის მასშტაბით ზღვის დონის დაწევა. მეცნიერების გადმოცემით ზოგ ადგილზე მთელი 300 მეტრი დაბლაც კი იყო თანამედროვე დონესთან შედარებით. ეს კიდევ ახალი ხმელეთის წარმოშობას ნიშნავს. ძველი ხმელეთიდან მყინვარებს გამოქცეული მოსახლეობა სავარაუდოდ სწორედ ამ ახალ წარმოქმნილ მიწებს შეაფარებდა თავს. ხოლო როდესაც ეს გამყინვარება დასრულდა, ის ყინულის და თოვლის რამდენიმე კილომეტრიანი ფენა ისევ წყლად იქცა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ წყალსატევებს, რაც ნიშნავს იმ ახალ მიწაზე არსებული დასახლებების დატბორვას. აღსანიშნავია, რომ პლატონი სწორედ ამას აღწერს თავის დიალოგებში, სადაც ატლანტიდის დაღუპვაზე მოგვითხრობს. ატლანტიდაზე ჩვენ გვაქვს გაკეთებული ფილმები, თუ არ გინახავთ, ბმულები იხილეთ აღწერილობაში. იმავე დიალოგებში პლატონი ასევე ხსნის საბერძნეთის მიწების უნაყოფობის და გაუდაბნოების მიზეზებს. მისი თქმით, წარღვნამდე საბერძნეთს ჰქონდა ნაყოფიერი მიწები. ის ამ ტერიტორიას აღწერს როგორც წალკოტს, მაგრამ წარღვნის დროს მოსულმა დიდმა ნიაღვრებმა ის ნაყოფიერი ნიადაგი გარეცხა და ხმელთაშუა ზღვაში ჩაიტანა, რის გამოც მთელი საბერძნეთის მიწები ხრიოკი და უნაყოფო გახდა. ჩვენს მიერ აღწერილ სიტუაციაში გამოიკვეთა კატასტროფის ორი თარიღი. ერთი მეცნიერული, რომელიც ემთხვევა პლატონის დიალოგში ნახსენებ თარიღს,
მეორე კიდევ ბიბლიური და შუმერული გადმოცემა, სადაც დაახლოებით 7000 წლის წინანდელი ამბავია მოხსენიებული. განსხვავება ამ ორ მოვლენას შორის დაახლოებით 5000 წელიწადია. დროის ეს პერიოდი ისეთი დიდი ხანგრძლივობისაა, რომ ამ ორ მოვლენას ვერანაირად ვერ დავაკავშირებთ ერთი მეორესთან. აშკარად სხვადასხვა ეპოქაში მომხდარი კატასტროფის მოვლენებია აღწერილი. ერთის მხრივ მეცნიერული თვალსაზრისის ანდოა, რომელსაც ემთხვევა პლატონის დასახელებული თარიღი. მეორე მხრივ კი ყურადსაღებია ბიბლიაში აღწერილი მოვლენა, რომლის თარიღიც ემთხვევა იმავე შუმერულ ეპოსში მომხდარ მოვლენას. თუმცა ეს თარიღი მეცნიერული თვალსაზრისით დღესაც საკამათოა, იმიტომ რომ იმავე გეოლოგიური კვლევებით 7500 წლის წინ არანაირი გლობალური გეოლოგიური ძვრები არ არის მომხდარი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის წყალდიდობა მოჰყვებოდა. ჩნდება კითხვა, საიდან გაჩნდა ეს 7500 წლის წინანდელი თარიღი? არის ეს მხოლოდ ბიბლიური ტექსტი თუ სხვა რაიმე მტკიცებულებაც არსებობს? როგორც უკვე აღწერეთ, წარმოას ვერ გამოიწვევდა მხოლოდ დიდი წვიმებით მოსული წყლის მასები. საჭიროა გაცილებით მასშტაბური და დიდი მოცულობის წყლის ნაკადები საიდანღაც გამოთავისუფლება. ისევ 12000 წლის წინანდელ შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როცა გამყინვარება რატომღაც მკვეთრად დასრულდა, რომლის შედეგადაც წყლად ქცეული ყინულის მასები დაიღვარა და ნიაღვრების სახით ჩაიქცა მსოფლიო ოკეანეში. ამ 7500 წლის წინანდელ ეპოქაში კი ასეთი მასშტაბის ყინვარები საერთოდ აღარ იყო. წყლის მოვარდნა იგივე მიზეზის გამო ვერ განხორციელდებოდა. თუ კი ეს ვერსია არ გამოდგება, მაშინ სხვა რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ხომ არ იყო ის რაღაც ერთ ადგილზე მომხდარი კატასტროფა, რომელსაც მოგვიანებით ბიბლიაში მიეცა მასშტაბურობის ეფექტი? ფაქტია, რომ 7500 წლის წინ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. როდესაც მოვიძიეთ ამ თარიღთან დაკავშირებული სხვა შესაძლო მოვლენები, ერთ უცნაურ ფაქტს წავაწყდით. ის ემთხვევა ძველ ქართული წელთაღრიცხვის დასაწყისს. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი დაკავშირებულია ხვამლის მთაზე გამოსახულ პიქტოგრამებთანაც, რომელზედაც გამოსახულია მშვილდოსნის, მერწყულის, პატარა ცხენის და თხის-რქის თანავარსკვლავედები, რომლებთანაც ერთად გამოსახულია მზე, მერკური, ვენერა და მარსი. პლანეტების და თანავარსკვლავედების ერთად ასეთი განლაგება დღეს არ გვაქვს. ამ პიქტოგრამების შესწავლისას მეცნიერებმა სპეციალური პროგრამით გამოთვალეს დრო, როდის იქნებოდა შესაძლებელი აქ აღწერილი პლანეტების და ვარსკვლავების ერთად განლაგება ცის კაბადონზე. მიიღეს დაახლოებით 7600 წლის წინანდელი ეპოქა. ეს თარიღი გარდა ქართული დასაბამისა არის ასევე შუმერული წელთაღრიცხვის დასაწყისიც. იგივე თარიღს ასახელებენ ამერიკელი მეცნიერები უილიამ რაიანი და უოლტერ პიტმანიც, რომლებმაც 1998 წელს გამოაქვეყნეს გეოლოგიური კვლევებით გამყარებული მტკიცებულებები წყლის მასების მასიური მოვარდნის შესახებ ბოსფორის სრუტიდან შავ ზღვაში, რის შედეგადაც დაიტბორა დღევანდელი შავი ზღვის ფსკერზე არსებული ხმელეთი, რომელზედაც სავარაუდოდ დასახლებებიც იყო. ამაზე მეტყველებს შავი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ნაქალაქარების არსებობაც. მაგალითისთვის ფოთთან ახლახანს ნაპოვნი ნაქალაქარი სახელად ფასისი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დაიტბორა დაახლოებით 155,000 კვადრატული კილომეტრი ხმელეთი. სხვადასხვა მეცნიერის მტკიცებით, ამ მოვლენამდე შავი ზღვის აუზში საკმაოდ დიდი მტკნარი ტბა იყო, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა მსოფლიო ოკეანესთან. ეს ტბა კი შეიქმნა კარპატიის მთების და კავკასიონის ქედზე დადებული ყინულოვანი მასების დნობის შედეგად, დაახლოებით 12000 წლის წინ, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ჩვენს მიერ აღწერილი მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა. როგორც ხედავთ, რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ერთი და იგივე თარიღი, რომლის დროსაც, როგორც ამერიკელი მეცნიერები გვეუბნებიან, შეიქმნა თანამედროვე შავი ზღვა. ანუ გამოდის, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბოსფორის სრუტე გარკვეული პერიოდის წინ საერთოდ არ არსებობდა. ის შეიქმნა სწორედ იმ მომენტში, როდესაც მსოფლიო ოკეანის წყლები გადმოიღვარა შავი ზღვის ბასეინში. საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ, რომ თუ კი 12000 წლის წინ გამყინვარება მკვეთრად დასრულდა და მთელი მყინვარები წყლის სახით ჩაიღვარა ოკეანეში, ხმელთაშუა ზღვა უკვე იქნებოდა თითქმის იმ საზღვრებში, რაც დღეისთვის გვაქვს, რომლის დონე იქნებოდა იგივე, რაც მსოფლიო ოკეანეში. თუ უკვე იქნებოდა შავ ზღვასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი არხი, მაშინ შავი ზღვის აუზიც ამოივსებოდა იმავე პერიოდში. მაგრამ ფაქტია, კვლევები გვეუბნება საწინააღმდეგოს. იყო გარკვეული ქედი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის წყალს აკავებდა. თან ეს გრძელდებოდა დაახლოებით 4500 წლის განმავლობაში. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ დიდი პერიოდია. თუ კი ამ შემაკავებელ ქედს სუსტი ადგილი ექნებოდა, წყალი მას ამ წლების განმავლობაში აუცილებლად გაარღვევდა. თან პირველი დიდი კატასტროფიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში. შესაბამისად, შავი ზღვაც ჩამოყალიბდებოდა არა 7500 წლის წინ, არამედ დაახლოებით 10-11,000 წლის წინ. აღსანიშნავია, რომ ეს რაიონი ცნობილია როგორც სეისმოაქტიური ზონა. ოფიციალური დასკვნით სწორედ ერთ-ერთი დიდი მიწისძვრის გამო მოხდა ამ ქედის სტრუქტურის რღვევა, რასაც ხმელთაშუა ზღვის წყლების გადადინებაც მოჰყვა. მაგრამ ისმება შეკითხვა, რატომ არ მოხდა ეს უფრო ადრე? თუნდაც ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მიწისძვრამ გვაჩვენა, თუ რა მასშტაბის რღვევა შეიძლებოდა გამოეწვია მის ანალოგს წარსულში.
ცნობისათვის ბოსფორის სრუტის სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია, სიგანით 700-დან 3000 მეტრამდე. თუ კი ამ არხს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის გარკვეულ უწილდად არის სწორხაზოვანი. როგორც მოგეხსენებათ, ბუნება სწორხაზოვან ფორმებს არ ქმნის. თანაც თუ კი ეს მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ღარია, რატომ სხვა მიწისძვრების დროს არ მოხდა მისი ან გაგანიერება, ან კიდევ დამატებით სხვა ანალოგიური არხების გაჩენა? როგორც ისტორიიდან ცნობილია, არაერთი საკმაოდ დამანგრეველი მიწისძვრაა მომხდარი ამ რაიონში. თითქოს ძალიან მოსახერხებლად არის გახსნილი ერთდროს ერთიანი მთის ქედი, ზუსტად ისე, რომ მხოლოდ მაგ ადგილიდან ჩაღრულიყო ხმელთაშუა ზღვის წყალი იქ არსებულ ბასეინში. თუ კი კარგად დავაკვირდებით გარემოს, ეს ყველაფერი ტოვებს ხელოვნურობის შეგრძნებას. თან როგორც ფილმის დასაწყისშივე ვახსენეთ, უამრავი წარსულის გადმოცემა თუ რელიგიური ტრაქტატი გადმოგცემს წარღვნას როგორც ღმერთის სასჯელს ცოდვილი კაცობრიობის მიმართ. ხომ არ გვაქვს აქაც საქმე ფაქტთან, რომ ხელოვნურად იქნა გამოწვეული ეს ტადპორვა იმ მიზნით, რომ შავი ზღვის ბასეინში არსებული დასახლებული პუნქტები მოესპოთ. მაღალ განვითარებული ცივილიზაციისთვის მსგავსი ოპერაციის ჩატარება პრობლემას არ წარმოადგენს. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც გასული საუკუნის 50-იანებში დაგეგმილი და განხორციელებული არაერთი პროექტი, სადაც ბირთვული ქობინი გამოიყენეს ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი მიზნით, რომ შეექმნათ ხელოვნური არხი ან წყალსატევი. იმავე პრინციპით თავისუფლად შეიძლებოდა გაკეთებულიყო ბოსფორის სრუტეც და სასჯელიც სწორედ იმიტომ იყო, რომ ეს მოხდა მოულოდნელად. თუ კი სხვა მეთოდებით გაკეთდებოდა ეს სრუტე, მაგალითად რაიმე ტექნიკის მეშვეობით, მაშინ პროცესი გაიწელებოდა დიდი ხნის განმავლობაში, რასაც დაბლობში მცხოვრებლები აუცილებლად შეიტყობდნენ და სავარაუდო კატასტროფის ზონას დროულად დატოვებდნენ. ამავე დროს არც ბიბლიაში არის გადმოცემული რაიმე დიდი მიწისძვრა წარღვნის წინ. თუ კი ესეთი მიწისძვრა მოხდებოდა ბოსფორის ქედზე, რასაც სამკლდოვანი მასის გარღვევა მოყვებოდა, ამ ტყვეებებს აუცილებლად შეეგრძნებდნენ მთელს რეგიონში. შესაბამისად, ის აუცილებლად დარჩებოდა მოგონებებშიც. ასეთი ფაქტის შესახებ არანაირი ცნობა არ არის შემორჩენილი. შესაბამისად, მიწისძვრის ფაქტორი ნაკლებად სავარაუდოა. თუ კი ჩვენი მოსაზრება ცოტათი მაინც რეალობასთან ახლოა, მაშინ გამოდის, რომ შუმერული და ბიბლიური წარღვნა ნამდვილად რეალური იყო. იგი მოხდა ზუსტად იმ თარიღებში, რაც აღწერილია ბიბლიაში. თუმცა საუბარი არა მსოფლიო მასშტაბის კატასტროფაზეა, არამედ ეს კონკრეტულ ადგილს ეხება. შავი ზღვის კატასტროფის შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო სხვა ადგილებზე, მაგალითად შუამდინარეთში ან თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ამ კატასტროფის თარიღი ნახსენებია როგორც შუმერულ ეპოსში, ასევე ბიბლიაშიც. აქვე გავიმეორებთ, რომ ამავე თარიღს ემთხვევა ძველქართული წელთაღრიცხვის დასაწყისიც. როგორც ცნობილია, ახალი წელთაღრიცხვები მუდამ იწყება რაღაც დიდი და მასშტაბური მოვლენის დროს. ამ დროს გეოლოგიური კვლევებიდანაც არ გვსმენია იმავე ეპოქაში სხვა ადგილებზე რაიმე დიდი წყალმოვარდნის კვალის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, შუმერები ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, რაც თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზეა. გავიმეორებთ, რომ იქ 7500 წლის წინანდელი წარღვნის კვალი არ აღინიშნება. მას საიდან შეიძლება ჰქონოდათ თავის ეპოსებში ეს ინფორმაცია. შუმერული კულტურის შესწავლისას მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ხალხი მოსული იყო ამ ტერიტორიაზე რომელიღაც მაღალმთიანი რეგიონიდან, რომლის დასტურადაც მოჰყავდათ რელიგიური დანიშნულებით ზიკურატების მშენებლობა, რომელიც ხელოვნურ მთას წარმოადგენს. შუამდინარეთი, როგორც მოგეხსენებათ, დაბლობია, სადაც მაღალი მთები არ გვხვდება. შუმერული რელიგიური რიტუალები კი აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო შემაღლებულ ადგილზე. უახლოესი მაღალმთიანეთი კი სწორედ კავკასიონის მთათა სისტემაა, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ შუმერების მიგრაცია სწორედ კავკასიიდან მოხდა, რომლის დროსაც მათ თან წაიღეს ძველი გადმოცემები და რელიგიური კულტურა, სადაც აღწერილი იყო მომხდარი კატასტროფა. გარდა ამისა, უამრავ მეცნიერს თუ მკვლევარს აქვს მოსაზრება, რომ შუმერები ქართველური ტომები იყვნენ, მაგალითად დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევა შუმერული და სვანური სიტყვების მსგავსება. რაც შეეხება ბიბლიას, მიჩნეულია, რომ ის დაიწერა თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ამ ადგილზე არაა იმავე 7500 წლის წინანდელი კატასტროფის გეოლოგიური კვალი, მაშინ ბიბლიაში აღწერილი გადმოცემა ასახავს სხვა ადგილზე მომხდარ ამბავს. ცნობისათვის ბიბლიის დაწერა დაიწყო სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვით მე-10 საუკუნეში, ანუ შუმერული ცივილიზაციის დასასრულიდან დაახლოებით 1000 წლის შემდეგ. ბიბლიური და შუმერული წარღვნის სიუჟეტების მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ ბიბლიის შემქმნელებმა შემორჩენილი შუმერული გადმოცემა გამოიყენეს. განსხვავება შუმერულსა და ბიბლიურ სიუჟეტებს შორის იმაშია, რომ ბიბლიურში მსოფლიო მასშტაბის კატასტროფაა აღწერილი. ჩვენ კი გვაქვს ეჭვი, რომ ბიბლიის დამწერვა მამებმა ის 7500 და ჩვენს მიერ აღწერილი 12000 წლის წინანდელი კატასტროფები გააერთიანეს, ხოლო მომხდარის თარიღად მიუთითეს შუმერების მიერ აღწერილი დრო. ამ ფილმში ჩვენ უკვე აღწერეთ ორი განსხვავებული თარიღი, როდესაც გეოლოგიური მტკიცებულებებით მოხდა მასშტაბური დატბოროები. პირველ შემთხვევაში ეს იყო მსოფლიოს მასშტაბის, მეორე შემთხვევაში ლოკალური, ხოლო შავი ზღვის ბასეინს რომ ეხებოდა. განვიხილეთ ამ მოვლენების დამამტკიცებელი ფაქტები.
როგორც მეცნიერული, ასევე გადმოცემების თვალსაზრისითაც. ორივე შემთხვევაზე გვაქვს ეჭვი, რომ კატასტროფები გამოწვეული იყო ხელოვნური მიზეზების გამო. შემდეგ ფილმში ვისაუბრებთ სწორედ ამ მიზეზებზე. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ფილმი მოგეწონათ, არხი გამოიწერეთ და მოგვიხდინეთ რეაგირება. აუცილებლად გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. გემშვიდობებით მომავალ ფილმამდე.